გამარჯობა, ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ დავრეგისტრირდეთ Harvard-ის კურსზე. ეს არის თვითონ ჩვენი Harvard-ის კურსი. აი საიტით დაიმახსოვრეთ. როგორც არის, მოვიწერები კიდევაც და Classroom-შიც ჩავაგდებ ამ ლინკს, მაგრამ მაინც აი აქ მოგვიწევს მუშაობა უკვე. ეს არის Harvard-ის კურსი. ხო, აქ არის კვირების მიხედვით თემები, რასაც Harvard-ის კურსზე გვასწავლიან, ფუნქციები და ცვლადები, მაგალითად, და აი ბოლოში რო ჩამოხვალ, რო შევედით პირველი კვირის იმაში, ბოლოში არის problem set და აი აქ არის პირველი კვირის დავალება. პირველი კვირის დავალებები, აი ესენი indoor voice, playback speed, აი ესენი არის დავალებები. ამაში რო შევალთ მაგალითად, აი აქ დაგხვდება ინსტრუქცია, რაც უნდა გავაკეთოთ და პატარა ნიმუში. როგორ უნდა იმუშაოს ჩვენმა დავალებამ. ეს საკმაოდ მარტივი დავალება არის პირველი კვირის. აი ნახეთ ესეთი რაღაცას გვეუბნებიან. მომხმარებელს უნდა ვთხოვოთ input-ით, მოკლედ, რომ შემოიყვანოს სიტყვები ესე. დიდი ასოებით უნდა შემოიყვანოს და მე ჩვენ ის უნდა დავაპატარავოთ და პატარა ასოებით უნდა დავბეჭდოთ. ეს არის უნდა გავაკეთოთ აი ამ პირველი კვირის პირველ დავალებაში. ანუ საკმაოდ მარტივი, როგორც ხვდებით, გამოიყენებთ lowers, ხო, და lower methods. კარგი, ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ ავტვირთოთ ეს დავალება, როგორ გავაგზავნოთ Harvard-ში და ბოლოს ავიღოთ მათი უფასო სერტიფიკატი. ამისთვის უნდა შევიდეთ აი ამ საიტზე. აი ამ ლინკებს მე ყველას ჩავაგდებ Classroom-ში. თვითონ ამ ვიდეოს მოვაყოლებ. და გადახვალთ მარტივად. კარგი, მოკლედ ეს არის პირველი ლინკი, აი აქ შეხვალთ. და ნახეთ, აქ არის ერთი შესაძლებლობა, რომ აიღოთ თვითონ ამ edX არის სასწავლო პლატფორმა არის, აქ არის კურსები. და შეგიძლიათ თქვენ ეს კურსი, Harvard-ის კურსი გაიაროთ და თან აი ამ edX-ის ვერიფიცირებული სერტიფიკატი აიღოთ. თუმცა ეს არის ფასიანი. და ღირს არც ისე ცოტა, მეგონი $200 თუ რაღაცა ეგრე დაახლოებით. მაგრამ ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავიღოთ უფასო სერტიფიკატი. აი უფასო სერტიფიკატის ასაღებად, აი ამას დააჭერეთ. Audit course და ჩვენ ავიღებთ Harvard-ის უნივერსიტეტისგან უფასო სერტიფიკატს. ანუ ეს სასწავლო ცენტრი, სასწავლო პლატფორმა edX-ი აღარ იქნება ამ სერტიფიკატის ავტორი, არამედ უშუალოდ Harvard-ი მოგცემს თავის უფასო სერტიფიკატს. ამიტომ დააჭერეთ audit course, თუ გინდათ უფასო სერტიფიკატი. განსხვავება ფასიანსა და უფასოს შორის არის ერთადერთი ის, რომ აი ამ იმას ფასიანს სერტიფიკატს, როგორც მე ვიცი, ადამიანიც ამოწმებს, ჩვენ რო გავაგზავნით დავალებებს, მე ადამიანიც ამოწმებს. მე მგონი ეგრე არის. მაგრამ უფასო სერტიფიკატის შემთხვევაში სპეციალურად შექმნილი პროგრამა ამოწმებს ჩვენს დავალებებს. და ნუ რაღაცა დავუშვათ თუ ის პროგრამა იპოვის საერთო მსგავსებებს დავალებებს შორის და იეჭვებს, რომ აქ ეს არის რაღაცა პლაგიატს ხონდა ადგილი. მე მგონი მე ერევა ადამიანი, დაახლოებით ეგეთი სისტემა არის. ხო, მოკლედ სხვა მხრივ არანაირი განსხვავება არ არის. ერთ და იგივე დავალებები უნდა გააგზავნოთ, ერთ და იგივე ფინალური პროექტი, აბსოლუტურად ყველაფერი დანარჩენი ერთ და იგივე არის. მოკლედ, შევდივართ აქ. მე მაგას გირჩევთ, არანაირად არ გირჩევთ ფასიანის სერტიფიკატის აღებას, არანაირი აზრი არ აქვს. არ მატებს არანაირ პრესტიჟს და ავტორიტეტს ჩემი აზრით. კარგი, მოკლედ აქ უნდა ჩავწეროთ ჩვენი სახელი. სახელი და გვარი ჩავწეროთ. შემდეგ მეილი. მე გავაკეთე რაღაცა სახელდახელო მეილი. ეს არის Django Python 122. და მაგას ჩავწერ. შემდეგ უნდა ავარჩიო username, მოდი რამე სხვა. ან იყოს პრინციპში ავარჩიოთ რაღაცა Python 1 2 3 რაღაც ესეთი არ მგონია რომ დაკავებული იყოს. კარგი, ესეთი username მაქვს. შემდეგ უნდა ავარჩიოთ პაროლი. საქართველო და ხო აქ თუ გინდათ რომ მარკეტინგული მესჯები მიიღოთ
ამ სასწავლო პლატფორმისგან მონიშნეთ, მაგრამ სავარაუდოდ არ გინდათ და დააჭერეთ create an account for free. კარგი. ეს შეგიძლიათ რომ მას გამოტოვოთ, აღარაფერი შეგჭირდებათ, მოკლედ ჩვენ შევედით უკვე იმაში, ანუ edX-ზე და ანუ სასწავლო აქ დავრეგისტრირდით. ხო, შემდეგ გვაქვს ესეთი ოპცია access this course free და დააჭერეთ მაგას. კარგი. ეხლა უნდა გავიაროთ ჩვენ კიდე სხვა ეტაპები. ეხლა უნდა დავრეგისტრირდეთ GitHub-ზე, აი ამ პლატფორმაზე. ამის ლინკსაც მოგცემთ, ანუ აი ამის ლინკსაც ჩავაგდებ და აი ამ GitHub-ის ლინკიც იქნება ვიდეოს ქვეშ აღწერაში. ეხლა აქ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია ჩვენ. ჩაწერეთ მეილი. შეარჩიეთ პაროლი. თქვენი username-ი. არ არის აუცილებელი გაიმეოროთ username-ი, რაიმე სხვა შეგიძლიათ. ასეთი username-ი არ არის დაკავებული. ერთი წუთით ნახავ, აქეთ რა მქონდა. ეს არის, ხო, კარგი. მოკლედ, შემდეგ აირჩიეთ რეგიონი, ჯორჯია. და ნავით მეილზე ალბათ არ გენდომებათ რაიმე update-ები და ასე რა თქვენ მონიშნეთ, თქვენ არ მონიშნოთ, დაჭერეთ create accounts. ეხლა მეილზე მოგივათ შეტყობინება. შეტყობინებას ჩვენ ველოდებით GitHub-ისგან. ჯერჯერობით გვაქვს ხოლმე edX-ის ისინი. ველოდებით GitHub-ს. კარგი, მოდი დავაპაუზებ ამ ვიდეოს და როცა მოვა მეილი, მე გავაგრძელებ. ხო, არასწორად მქონია მეილი მითითებული და მაგიტომაც არ მოდიოდა, თუმცა inbox-შიც არ მოვიდა, რა ვიცი თქვენც გამასკენით. გადაამოწმეთ spam folder-ი, აი აქ spam-ი ნახეთ. და ხო, მანდ არის ჩემ შემთხვევაში მოსული. ჩაწერეთ ეს კოდი და აკოპირეთ და აი აქ GitHub-ზე. კარგი, შემდეგ უბრალოდ დააჭერეთ sign in-ს, ანუ შევედით ეხლა ჩვენს GitHub-ზე. კარგი, ეს GitHub-ი რა არის? მე გეტყვით კარგად, ჯერჯერობით არ გინდათ, ესე კიდათ აქ არაფრის ცოდნა. გავაგრძელოთ ეხლა რეგისტრაცია. ეხლა გადავედი მე ჩვენს, ნახეთ, პირველ კვირაში, მენოლე კვირაში problem-set 1-ს დააჭერეთ და აი ეს ეტაპები უნდა გავიაროთ ეხლა. დააჭერეთ აი ამ submit this forms. შემდეგ allow. და უნდა შევავსოთ პატარა Google ფორმა. აქ ჩვენი მეილი იქნება წინასწარ ჩაწერილი, ჩვენი სახელი და გვარი, ასევე edX-ის username-ი, რაც ხო ეს განსხვავება ხო გახსოვთ, edX-ი არის სასწავლო პლატფორმა და GitHub-ი კიდე სხვა რამე არის. აქ edX-ის username-ი წესით ავტომატურად იქნება ჩაწერილი, მაგრამ თუ არ არის, ჩაწერეთ. შემდეგ მონიშნეთ ეს. შემდეგ აქ GitHub-ის username-ი რაც გაქვთ, GitHub-ის, აი ეგ წამოიღეთ. ეს არის ჩემ შემთხვევაში, აქ უნდა ნახოთ, ნახეთ, კუთხეში არის ავატარი, ამას დააჭერეთ და ეს დააკოპირეთ. ჩასვით აქ. რომელ ქალაქში ქვეყანაში ცხოვრობო, ვიცი, ჯორჯია, თბილისი. ვიციო ხო, ანუ რომელ წელს დაიბადეთო. შემდეგ აქ უნდა მიუთითოთ, რომელ კატეგორიაში ხარ. რამდენად კარგად ფლობ კომპიუტერს, ინტერნეტს და ასე შემდეგ. და მონიშნეთ, ხო, რომ დაახლოებით შუაში ვარ, ან საკმარისად კომფორტულად, ან დავუშვათ არ ვარ თვალ კომფორტულად თქო, ნებისმიერი მონიშნეთ, მნიშვნელობა არ აქვს მაგას. How much programming, რამდენი გამოცდილება გაქვს პროგრამირებაშიო? უკვე ჩვენ გვაქვს გამოცდილება და თქვით რომ ცოტა. რამდენი კომპიუტერული მეცნიერებაზე რამდენი კურსი გაგივლიათო, რაც გინდათ მონიშნეთ ამას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, ესენი აქ უბრალოდ დაადასტურეთ ყველაფერი და შემდეგ გააგზავნეთ. კარგი.
ამას რო მორჩებით, აი ამას არ დააჭიროთ. Submit another response, მაგას არ დააჭიროთ, უბრალოდ დაბრუნდით უკან. და ეხლა აი ამ ლინკზე, პირველი ხო გავაკეთე, ეხლა ამ ლინკზე უნდა შევიდეთ. დააჭირეთ ამას. და შემდეგ აქ გამოჩნდება თქვენი username, GitHub-ის username-ი. და დააჭირეთ authorize CS50. შემდეგ მონიშნეთ აი ეს ეგრეთ წოდებული თოლია, ციცკას რო ვეძახით და join course. და გადაგიყვანთ აი ესეთ page-ზე. ეხლა ჩვენ ისევ უნდა დავბრუნდეთ და ხო, ნუ ეს გავაკეთეთ მესამე. აი join course-ს დავაჭირეთ. ეხლა უნდა გავაკეთოთ ეს. აი ამ ლინკზე გადადით. და ამ ლინკზე ჩვენ გვექნება ეხლა VS Code-ი, ოღონდ cloud სივრცეში, ღრუბლოვან სივრცეში. ანუ online VS Code-ი, ასე მოკლედ მარტივად რო ვთქვათ. დაჭრეთ logins. და ჩვენ აი ამ online VS Code-ში უნდა ვიმუშაოთ Harvard-ის კურსისთვის. და აი აქედან უნდა გავაგზავნოთ მე დავალებები. მაგასაც გაჩვენებთ. ერთი დავალება გავაგზავნოთ ესე ამ ვიდეოში. კარგი, ამას სჭირდება გარკვეული დრო. შეიძლება სწრაფადაც მოხდეს, მაგრამ შეიძლება გარკვეული დროც დასჭირდეს, ამიტომ ბოლომდე დაელოდეთ. აი დაელოდეთ, რომ ეს ყველაფერი შეივსოს. და სხვა, ხო, აქ მოდი არაფერი გააკეთოთ ჯერჯერობით. უბრალოდ დაველოდოთ ამ ყველაფერს. საკმაოდ დრო ამას სჭირდება ხოლმე. მე ხა დავაპაუზებ ვიდეოს და რომ მორჩება, რომ ჩაიტვირთება, მე გავაგრძელებ. კარგი, დაასრულა ჩატვირთვა. აქ ახლა შეგვიძლია ავირჩიოთ თემა. მაგალითად ეს შეგვიძლია ავარჩიოთ თეთრი ან შავი არ არის, dark. რაღაც ესეთი. და ხო, კაი, ეს იყოს. ხო, მოგეთ ან რაღაც არ მომწონს. dark, ეს უკეთესია. ხო, ესეთი. კარგი, ეს შეგიძლიათ გადიშოთ. აი აქ ჩვეულებრივად VS Code-ი გაქვთ ფაქტობრივად ჩათვალეთ, ზოგადად online ვერსია. ჩვეულებრივად ქმნით ფაილებს, main.py, რაც ვიცით, ცოტა ნელა მუშაობს, ვიდრე desktop ვერსია. ხანდახან შეიძლება გაჭედოს კიდევაც, ამასაც ელოდეთ, გააჩნია როგორ იქნება სერვერები გადატვირთული. ფოლდერებსაც აი აქედან ქმნით. my folder, ჩვეულებრივად ყველაფერი ხდება ისე როგორც იცი. ხო, ტერმინალსაც შეეხება ოდნავ განსხვავებული გვაქვს, ესეთი დოლარის ნიშანი გვაქვს. მოდი რაღაცა მარტივი სკრიპტი დავწეროთ და გავუშვათ ეგეც. hello. გაშვება ხდება აი ამ ღილაკით, აქაც. და ეგრე ვხედავთ ტერმინალში ჩვენს შედეგს. კარგი. ეხლა დავბრუნდები ისევ ჩვენ საიტზე. და გადავალ აი აქ დავბრუნდები ისევ. აი ამ ეტაპზე. ეს გავაკეთეთ. კარგი, ეს აღარ გვინდა. და ეხლა უნდა გავუშვათ ჩვენ აი ეს კოდი. უნდა გავუშვათ ტერმინალში. დააკოპირეთ update 50. ხო, ეხლა ისევ აგი აქ უნდა დავბრუნდეთ. მოდი ესე გადავალ ამ ლინკზე. დააჭერეთ logins, პრინციპში შეგვეძლო დარჩენილიყავით საიტზე. და ისე გვექნა. კარგი, დავუბრუნდით ისევ აქ. ჩვენი შექმნილი ფაილები და ფოლდერები ყველაფერი ადგილზე იქნება. და ტერმინალი რო გამოჩნდება, აი ეს დოლარის ნიშანი რო გამოჩნდება, მე დაკოპირებული update 50 ჩავსვათ აქ. ოღონდ Ctrl V აქ არ იმუშავებს. დაკოპირებული ჩვენი დაკოპირებული update 50 ჩასვით ესე. მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით. აქ დააჭერეთ allows და აი ეს გავუშვით enter-ით. აქაც ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ. ეს პროცესიც რამდენიმე წუთს აიღებს და უბრალოდ უნდა დაველოდოთ. ჩემთან ესეთი პანჯარა გამოჩნდა. შეიძლება თქვენთან არ გამოჩნდეს. ჯერჯერობით უბრალოდ დაველოდები.
და თუ არაფერი მოხდა, ხო. უბრალოდ ველოდები. კარგი, როცა დასრულდება ყველა პროცესი, შემდეგ ისევ ამ საიტზე გადადით. და აირჩიეთ მაგალითად პირველი დავალება. უბრალოდ გაჩვენებთ როგორ გავაგზავნოთ ჩვენი პირველი დავალება. აქ არის გარკვეული, ხო, ხანდახან გვაძლევენ მინიშნებებს პირველი დავალებისთვის ხა ზედათ არ დაგჭირდება. აი გვეუბნებიან input-ის გამოყენება თუ გაინტერესებთ როგორ უნდაო. აი დოკუმენტაციას გვაწვდიან და შეგვიძლია input-ის დოკუმენტაცია ვნახოთ. ნუ string-ებსაც, კარგი. ეხლა აქ გვაქვს პატარა ნიმუში ყოველთვის. მე აი ამ ყველაფერს ქართულად მოგაზღვით ხოლმე თქვენ ინგლისურად საკითხვა არ მოგიწევთ. აქ არის ნიმუში როგორ უნდა იმუშაოს ჩვენმა პროგრამამ. შემოყავს მომხმარებელს დიდი ასოებით, ჩვენ ვაბრუნებთ და პრინტავთ ამას პატარა ასოებით. კარგი, ეხლა ნახეთ, აქ გვაქვს ესეთი რაღაცები გასაკეთებელი. ჩვენ აი ეს კოდი დააკოპირდით, ნახეთ რა უნდა გააკეთოთ. აი აქ რომ შეხვალთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ფოლდერი, მოდი ამას წავშლი და ამასაც წავშლი. ეხლა ჩვენ უნდა შევქმნათ ფოლდერი. ეს ფოლდერი შეგიძლიათ რომ ნახეთ რა ფოლდერი უნდა შევქმნათ indoor, ესე უნდა ერქვას folders. ეს ფოლდერი შეგიძლიათ აქედან შექმნათ, ან აგრიფოთ, აი აქ ტერმინალში აგრიფოთ make dir და indoor და დააჭიროთ enters. ესეც შექმნის folders. შემდეგ ამ ფოლდერში უნდა შემდეგ უნდა შევიდეთ ამ ფოლდერში, უნდა გადავიდეთ ამ ფოლდერში. ნახეთ, ტერმინალში დაწერეთ cd indoor. და დააჭერეთ enters. ეხლა ჩვენ უკვე ვართ indoor ფოლდერში. cd ნიშნავს change directory. და ჩვენი დირექტორია შეიცვალა და ეხლა ვართ უკვე indoor-ში. დირექტორია ძველი სახელი არის ფოლდერის. ეხლა ფოლდერს ვეძახით ხოლმე, ხო? დირექტორიაც შეგხვდებათ. და შემდეგ უნდა აი ამ ფოლდერში უნდა შევქმნათ indoor.py დაბლობის ფაილი. დავწეროთ code indoor.py. ან უბრალოდ ამ ფოლდერში აი ამითი იზამთით ამას. ან შეგიძლიათ დაწეროთ ეს code indoor.py და დააჭერეთ enters. და როგორც ხედავთ, აი ამ indoor ფოლდერში შეიქმნა indoor.py. კარგით, ეხლა უკვე ჩვენ აი ამ ფაილში უნდა დავწეროთ დავალება. და შემდეგ უნდა გავაგზავნოთ ის. ასე შეგვიძლია რომ დავტესტოთ და მე ესე ხდება აი ამ კოდით ხდება გაგზავნა. კარგი, მოდი ეხლა შევასრულოთ. აქ ასევე გვეუბნებიან როგორ შეგვიძლია გავტესტოთ ჩვენი პროგრამა. მაგალითად type hello და აჭერ enter-სო და შენი პროგრამა უნდა ბეჭდავდესო hello-ს პატარა ასოებითო. თუ ამას შეიყვანს მომხმარებელიო და enter-ს დააჭერსო, მაშინო ამას ანუ პატარა ასოებით უნდა ბეჭდავდეს. ნუ 50 ცხადია რიცხვია, ინტეჯერია და ამას ვერ დააპატარავებს. ამას ესეო. ხო, ან ესე პატარა ტესტებსაც გვეუბნებიან, როგორ შეიძლება გავტესტოთ, დავწმუნდეთ, რომ მართლა სწორად გვაქვს შესრულებული ყველაფერი. კარგი. მოდი გავაკეთოთ ახლა ეს ჩვენ. დავწეროთ დავშოთ user input address input. აი აქ შეგნით რას ჩაწერთ, მაგას ყურადღებას არ აქცევენ, ანუ ზუსტად აი input-ის შეგნით რას შეეკითხებით, როგორ შეეკითხებით, ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. შეგიძლიათ საერთოდაც ცარიელი დატოვოთ ეს. ამ შემთხვევაში და შემდეგ რას აკეთებთ? უნდა დაწეროთ print user input.lower. აი ესე. ხომ და დაიბეჭდება მომხმარებლის შემოყვანილი პასუხი პატარა ასოებით. ნუ თუ გინდათ რაღაცა მაინც უთხარით. Enter any text. აი ესე. მოდი გავუშვათ, ჯერ ჩვენთვის გადავამოწმოთ. Enter any text. ჩავწეროთ მაგალითად hello, ვაჭერ enters და პროგრამა ბეჭდავს მას პატარა ასოებით. მოდი აქაც გადავამოწმოთ, ეს მაგალითს რო გვაძლევენ. ხო, ნახეთ ამას რატო წერენ? პროგრამის გაშვება ასეც შეიძლება. ნახეთ თქვენ თუ დაწერთ აი აქ ტერმინალში Python
და შემდეგ მივუთითებთ ფაილის სახელს indoor.py და გავუშვებთ. აი, ეხლაც გაიშვება პროგრამა ჩვეულებრივად. მაგრამ შეგიძლიათ რანღილა კი გამოიყენოთ ხოლმე. აქ აი ასეთნაირადაა გაშვებული ეს კოდი. მაგიტო წერია ეს. არაფერი განსაკუთრებული ეს არ არის. უბრალოდ კოდის გაშვება არის. კარგი. ჩვეულებრივად მუშაობს ჩვენი კოდი სწორად. ეხლა თუ გვინდა რომ მაქსიმალურად მივბაძოთ ამათ input-ში არაფერს არ დაწერდით, აი ესე იზამდით. და ეხლა გავუშვათ, მოდი ესე გავუშვათ ჩვენც python indoor.py, დავაჭიროთ enter-ს და აი ნახეთ ჩვენი კურსორი გველოდება რომ რაღაც პასუხი შევიყვანოთ hello, ვაჭერთ enter-ს და იბეჭდება hello. აი ეხლა უკვე აი ამ ამითი მაქსიმალურად მივამსგავსეთ Harvard-ის მოთხოვნებს, ასე ვთქვათ, ხო? აქაც ეგრე არის გაკეთებული. კაი. ეხლა როგორ ხდება ამისი დატესტვა? ნახეთ, ხო დავწერეთ დავალება. ეხლა აი ეს დააკოპირეთ. და ჩასვით, აი, აღონ დარწმუნდით, რომ indoor folder-ში ხართ. ხო, ჩვენ ნამდვილად ვართ. აუცილებლად folder-ში უნდა იყოთ და აი აქ ჩასვით ეგ ლინკი. ამით ხდება შემოწმება. გავუშვით ეს კოდი. ცოტა ხანი დაელოდეთ. შეგვიმოწმებს დავალებას და თუ ყველაფერი გაგვიმწვანდა, შემდეგ დარწმუნებულები ვართ უკვე, რომ დავალება, აი ნახეთ, გამწვანდა ყველაფერი მწვანე არის. ესე იგი, სწორად შევასრულეთ ეს დავალება და უკვე შეგვიძლია რომ გავაგზავნოთ ეს დავალება Harvard-ის სისტემაში. თუმცა, თუ გინდათ ჯერ მხოლოდ ესე შემოწმებები აკეთეთ და მერე გააგზავნეთ ყველაფერი ერთიანად. ან რა ვიცი, ხა ბევრი დავალებაა, შეიძლება დაგიგროვდეთ, ზოგი გამოგჩეთ, ზოგი ესა ისა, თუ გინდათ შეასრულეთ, თუ გამწვანდა, ეგრევე გააგზავნეთ ხოლმე. გასაგზავნოთ უნდა დააკოპიროთ ეს კოდი, კიდევ ერთხელ, აი ეს კოდი submit 50. შემოწმება ხდება check 50-ით. გაგზავნა აი ამ submit 50-ით. აი ესენი უკვე ერთ და იგივე აქვს. ამასაც და ესეც ერთ და იგივე არის. ეს იცვლება მარტო. submit გაგზავნა, check შემოწმება, check 50. კარგი. აი დაკოპირებული მაქვს, ჩასმული მაქვს, დავაჭერ enter-ს. და ჩვენი პირველი დავალება აიძვირთება Harvard-ის სისტემაში. შემდეგ აქვე გითხებიან, რომ ეს დავალება ნამდვილად ჩვენით შევასრულეთ თუ არა, ხო, ანუ აკადემიური პატიოსნების წესები დავიცავით თუ არა. და აქ დავაჭიროთ yes. ეგ არის ჩვენი დავალება გაგზავნილია. ეხლა მე შემიძლია გადავიდე ამ ლინკზე. აი ამ აქ რომ მოიტანთ mouse-ს, გამოჩნდება follow link, დააჭირეთ მაგას. Open და ვნახავთ რამდენი ქულა ავიღეთ ამ დავალებაში. აი ნახეთ 4-დან 4 ქულა მივიღეთ აქ. ანუ მაქსიმალური შეფასება ამ დავალებისთვის. ეს არის. აი ესე მივყვებით და გავაკეთებთ ყველა დავალებას. მე ამ ყველა დავალების გარჩევას ცალკე ვიდეოდ დავდებ. ეხა უბრალოდ სანიმუშოდ გავაკეთეთ. შემდეგში და ცხადია რომ აი ამ ყველა ტექსტს ქართულად მოგაწვდით მე. და აი ესე მივყვებით და ყველა კვირის დავალებას გავაგზავნით. ბოლოს აი მოდით სერტიფიკატზე გადავიდეთ. აქ არის სადღაც, ხო აი CS50 სერტიფიკატი. აი აქ გვეუბნებიან რომ ყველაფერს რო გააგზავნიო და თუ თითოეულ პრობლემაში დავალებაში 70%-ზე მეტი ქულას აიღებო. ისევე როგორც ფინალურ პროექტში. მაშინ რომ მიიღებო Harvard-ის უფასო სერტიფიკატს, რომელიც აი ესე გამოიყურება. და ანუ თუ გინდათო ეს ADX-ის პლატფორმის რაღაცა ვერიფიცირებული სერტიფიკატი, მაშინ აქ უნდა დავრეგისტრირდეთ. კარგი, ჩვენ ვიღებთ აი ამ უფასო სერტიფიკატს, ისევ და ისევ დავალებები ერთ და იგივე არის, ყველაფერი ერთ და იგივე, უბრალოდ ამას ამოწმებს ავტომატიზებული სკრიპტი. აი ამ ჩვენს დავალებებს და შეიძლება ეხა პირველი დავალებისთვის ამას ეხა 1000-ნაირად ვერ გააკეთებ. ჩვეულებრივ user info და სულ ორი ხაზი კოდია და რა ვიცი, უმრავლესობას ვისაც ეს კურსი აქვს გავლილი, შეიძლება ესე კონდეს გაკეთებული, ხო? ცვლადი სახელები შეიძლება სხვადასხვა კონდეს, მაგრამ აქ ეხა არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ და ისა, მაგრამ როგორც ეს, მაგრამ მაინც შეეცადეთ, რომ აი მე რომ მოგაწვდით, ხო, აი ამ დავალებებს, გარჩეულებს, ზუსტად ისე არ გააგზავნოთ ხოლმე, როგორც დავშეთ მე მაქვს გაკეთებული, ან ცვლადი სახელები შეცვალეთ, ან რაღაცა მაინც ოდნავ
შეცვალეთ ხოლმე. პატარა გარკვეული ხა მცირე მსგავსებებს არ აუშვებს. კარგი, ეს იყო სულ. თუ აი ამ ეს პროცესები ზუსტად ისე გაიარეთ, როგორც მე და მოკლედ. თუ არაფერი პრობლემა არ შეგექმნათ, ხო, კაი. თუ არა და რაიმე ეტაპზე თუ იყო რამე დარკვევლება, აუცილებლად მითხარით. კარგი. ხო, ამ ხო, და ნახეთ, ეხლა ეს რეგისტრაციის ამბები გავაკეთეთ, ჩვენ აღარ მოგვიწევს უკვე ცხადია ამ ეტაპების გავლა ყოველთვის. უბრალოდ უნდა იმას აქვთ, აი დავუშვათ, ეხლა მინდა მე მეორე დავალების გაგზავნაც. მენოლე კვირაში გადავალ, problem set 0. ეს უკვე გაკეთებული მაქვს და გაგზავნილი. ეხლა აი ამ playback speeds დავუშვათ ამ დავალების გაკეთება მინდა. აქ აი ესეთი რაღაცა უნდა იყოს. მოხმარებელი ამას შემოიტანს და ჩვენ უნდა ვუბრუნებდეთ, ასე წერტილები უნდა ჩავსვათ ამ სიტყვებს შორის. რაღაცა ეგეთი ჩვენს გვაქვს ადრე გაკეთებული. ხო, ეს არის მეორე დავალება. და შემდეგ პროცესი არის იგივე, აგერ არის შემოწმება, აგერ არის გაგზავნა, ეს სწორედ იგივე არის. შემოწმება გაგზავნის კოდები იცვლება სახელები აქ ბოლოში. ხო, და ნახეთ ამ დავალები, ეხლა თუ ამ დავალების გაგზავნა გინდათ, პირდაპირ უნდა შემოხვიდეთ უბრალოდ აი ამ საიტზე. CS50 dev-ზე მოკლედ. CS50 dev, აი აქ. CS50 dev, აი ეს არის ეს საიტი. წერტილი და არა მძიმე. აი აქ მოკლედ. აქ შემოხვალთ ხოლმე, ნუ login ჩვეულებრივად. გაიხსნება ჩვენი ეგრეთ წოდებული code space-ი, ცხადია ყველაფერი რაც აქამდე გაკეთებული ქონდა, შექმნილი ქონდა, დარჩება, არ წაიშლება არაფერი. და უბრალოდ ახალ დავალებას გავაკეთებთ. indoor იყო ეს ამაკ გაკეთებული. მოდი ამასაც უცებ გეტყვით. ახალი დავალებისთვის თქვენ უნდა გამოხვიდეთ ამ ფოლდერიდან. მე ხა ამ ფოლდერში ვარ, indoor ფოლდერში. უნდა დაწეროთ cd და წერტილი. დააჭირეთ enter-ს. მე ხლა გამოვედი მაგ ფოლდერიდან და უკვე შემიძლია შევქმნა ახალი ფოლდერი, რომელსაც უნდა ერქვას playback-ი. აი ესე დავაკოპირებ მარტივად სწრაფად რო ვქნათ. შემდეგ უნდა შეხვიდეთო მაგ ფოლდერში, ანუ cd-ს მეშვეობით, მაგასაც დავაკოპირებ და მე უნდა შექმნათო code playback.py. აი ეს. ესეც ჩვენი მეორე დავალებისთვის მოვამზადეთ ფოლდერი და ფაილი. ეხლა უკვე აქ ჩავწერ დავალების პასუხს და გავაგზავნე მაგასაც. რაც შეეხება ტერმინალის გასუფთავებას, ჩვენ VS Code-ში CLS-ით ვაკეთებდით, აქ მე მგონი CLS-ი არ მუშაობს, ხო? აქ უნდა გავაკეთოთ ეს Clear-ით. Clear-ი ასუფთავებს აქ ტერმინალს. ეგ არის. შეკითხვები თუ გექნებათ, აუცილებლად მომწერეთ. აბა, წარმატებები.